ჰოსნი მუბარაკის მხარდამჭერებსა და ანტისახელისუფლებო დემონსტრანტებს შორის შეტაკება ტაჰრიხის მოედანზე ამ წუთებშიც გრძელდება. სამხედროები დაპირისპირებული მხარეების დაშლასაც ცდილობენ. ტაჰრიხის მიმდებარე ყველა გზა გადაკეტილია სამხედროების ტერიტორიას აკონტროლებით, თუმცა აქციის მონაწილეები სახლში დაბრუნებაზე უარს ამბობენ. ტაჰრირის მოედანზე სისხლიანი შეტაკებები ჰოსნი მუბარაკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კვლავაც გრძელდება. არეულობის შედეგად უკვე 800-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. ექიმები დაზარალებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას მოედანზევე უწევენ. ჩვენ ვიცავდით მოედანს, მათ კი ჩვენი აქციის დარბევა დაიწყეს. ვიღაცამ ფოლადის ნაწილი ჩამარტყა, 4 ჭრილობა მივიღე. ლოყაში ქვა მომხდა, მძიმედ დავშავდი. დემონსტრანტები მთელ პასუხისმგებლობას პრეზიდენტ მუბარაკს აკისრებენ. ყველაზე საშინელება ისაა, რომ პრეზიდენტმა ბოლო გამოსვლის დროს არც კი ახსენა შეტაკებისას დაღუპული ადამიანები. მას ეს საკითხი არც კი აღელვებს. მას ადამიანების დაღუპვა არაფრად მიაჩნია. ეს მართლაც რომ საშინელებაა. ტაჰრირის მოედანზე მობილური სამედიცინო პუნქტებიც განთავსდა. ექიმებს მოხალისეებიც ეხმარებიან. თავდაპირველად ამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. ახლა კი დაშავებულთა დასახმარებლად მოხალისედ ჩავეწერე. ჩემი მეგობრები და რევოლუციის მონაპოვარი უნდა დავიცვო. სხვადასხვა ინფორმაციით ტაჰრირის მოედანზე არეულობას 15-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 900-დან 1500 მონაწილე. მათ შორის არიან უცხოელი ჟურნალისტებიც. უცხოური მედიის წარმომადგენლები მოედანზე მისვლას ვერ ბედავენ. აღშფოთებული მომიტინგეები მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. კამერებს უმტვროვენ და სასტიკად უსწორდებიან. უცნობი პირები იმ ადამიანებსაც აკავებენ, ვისაც მობილური ტელეფონები ან ფოტოაპარატები უკავიათ. მომხრეები ერთმანეთს ქვებს, დანებსა და ფეთქებადის სითხით სავსე ბოთლებს ესვრიან. ვითარების განმუხტვას სამხედროები ცდილობენ. შეიარაღებული ჯარისკაცები ტაჰრირის მოედანზე სატვირთო ავტომობილებით შეხავთ. არმიამ მოედანი ტანკებით დილიდან გადაკეტა. სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები ტაჰრირისკენ მიმავალ ყველა მოედანს, ქუჩასა და შესახვევს აკონტროლებენ. დემონსტრანტების მხარდასაჭერად მოედანზე მოქალაქეები კვლავ მიდიან. საპროტესტო აქციის მონაწილეები ჰოსნი მუბარაკის გადადგომამდე დაშლას არ აპირებენ. თავად მუბარაკი შარმელ-შეიხში იმყოფება. პრეზიდენტი კაიროს რეზიდენციაში მხოლოდ საგანგებო მდგომარეობაში პირადი ვერტმფრენით ჩადის. პარალელურად ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა და პრემიერ-მინისტრმა აჰმედ შაფიკმა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებები გამართეს. დიალოგის მთავარი თემა მწვავე პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა. შეხვედრა მთავრობის შენობაში გაიმართა. ჰოსნი მუბარაკის მთავარმა მოწინააღმდეგე მოჰამედ ალბარადეიმ უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადადგომამდე მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ჰოსნი მუბარაკს გადადგომისკენ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მოუწოდეს. თუმცა ოფიციალურმა კაირომ უცხო ქვეყნებს მოუწოდა ეგვიპტის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავონ. გვპირდებით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მსგავსი მოვლენები აღარ განმეორდება. ვინ იყო ის ხალხი, რომელმაც ტაჰრირის მოედანზე აქცია დაგეგმა და თუ ის დაგეგმილი არ იყო, მაშინ ვინ მიიყვანა ხალხი მოედანზე. მოწინააღმდეგე ბანაკებისთვის მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა. ჩვენ ძმები ვართ და საპირისპირო მოსაზრებების გამო ერთმანეთი არ უნდა დავყოცოთ. ყველაფერი რაც მოხდა დიდი შეცდომა იყო. ეგვიპტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა. ლოცულობთ იმაზე, რომ ეგვიპტეში ძალადობა შეწყდეს და ეგვიპტელი ხალხის უფლებები და მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ეგვიპტესა და მსოფლიოში მშვიდობა დამყარდეს. აკლემებსა და ცხენებზე ამხედრებულმა მუბარაკის მხარდამჭერებმა ანტისახელისუფლებო დემონსტრანტების ბანაკების დაშლა გუშინ ღამით დაიწყეს. ანტისახელისუფლებო დემონსტრანტები თავდასხმაში სამართალდამცველებსაც ადანაშაულებენ, თუმცა შინაგან საქმე და სამინისტრო ამ ბრალდებას უარყოფს. მოსახლეობის მასობრივი გამოსვლები კაიროსა და ეგვიპტის სხვა დიდ ქალაქებში 25 იანვრიდან დაიწყო. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ევრონიუსმა ეგვიპტეში ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხული ეგვიპტელების 59% ისლამისტებს უჭერს მხარს, რეფორმისტებს კი მხოლოდ 27% ემხრობა. ეგვიპტელების ნახევარი ტერორისტულ მოძრაობა ჰამას უჭერს მხარს, 30% ტერორისტულ მოძრაობა ალ-ქაიდასა და ჰეზბოლას. გამოკითხულთა 95% ქვეყანაში რადიკალური ისლამისტური პოლიტიკის გატარება სურს. 82% მიიჩნევს, რომ ღალატის გამო ადამიანი ქვებით უნდა ჩაქოლონ. 77% მიიჩნევს, რომ ქურდობისთვის ადამიანს კიდურები უნდა მოკვეთონ. 84%-ის აზრით კი რელიგია შეცვლილი მუსლიმანების სიკვდილით უნდა დაისაჯონ.
პირამიდებითა და სფინქსით ცნობილი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საპროტესტო აქციებით მოექცა. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყნიდან ყველა დამსვენებელი მიდის. ქუჩებში კი ტანკებია გამოყვანილი. ქვეყნის ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი არმია ჯერჯერობით არ მოქმედებს. რამ შეკრიბა მილიონი ადამიანი კაიროს მთავარ მოედანზე და რას პასუხობს მოსახლეობას მთავარ მოთხოვნას თავად ქვეყნის პრეზიდენტი. ეგვიპტეში შორენა ხვიჩია გამოგზაურებთ. სოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო პირამიდებითა და სფინქსის ქანდაკებით სახელგანთქმული ქვეყანა ეგვიპტე აფრიკის კონტინენტზე 980,869 კვადრატულ კილომეტრს იკავებს. თითქმის 80 მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი კი ქაიროა. არაბულენოვანი სახელმწიფო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბოლო 10 დღის განმავლობაში მასშტაბური საპროტესტო აქციებით ხვდება. ეს კი სწორედ ის მოედანია, რომელიც დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრია. ალ-ტაჰრირის მოედანზე პირველი საპროტესტო აქცია 2011 წლის 25 იანვარს მოეწყო. საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია პოლიციის ეროვნულ დღესასწაულს დაამტყვია. საპროტესტო აქცია ქაიროსა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში 100,000-ობით ადამიანის მსვლელობით დაიწყო. აქციის მონაწილეები მოქმედი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის მმართველობის დასრულებას ითხოვდნენ. მოჰამედ ჰოსნი მუბარაკი ეგვიპტის რესპუბლიკას 1991 წლიდან მართავს. პრეზიდენტობის პარალელურად ხელმძღვანელობს მართლ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც ოპონენტები მუდმივად ადანაშაულებენ დემოკრატიის პრინციპების დარღვევაში. ეგვიპტის პრეზიდენტი ხშირად მსოფლიო ავტორიტარ მმართველებს შორის ლიდერ პოზიციებზეა. მუბარაკი საპრეზიდენტო სავარძელს უკვე მეხუთე ვადით იკავებს. მოქმედი კონსტიტუციით კი მას არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება კიდევ ერთხელ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მუბარაკი ძალაუფლების გადაცემას საკუთარი ვაჟისთვის გეგმავდა. 2005 წელს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ეგვიპტის ახლაც მოქმედმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იზრუნებდა, რაზეც დასავლეთისგან დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა. თუმცა იმავე დასავლეთმა შეშფოთება გამოთქვა, როდესაც არჩევნების შემდეგ ჰოსნი მუბარაკმა საკუთარი ოპონენტის დაკავების შესახებ ბრძანება გასცა. მას შემდეგ ეგვიპტის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით კიდევ უფრო გაძლიერდა პოლიციის როლი და გამყარდა პრეზიდენტის პოზიციებიც. ცვლილებებიდან 3 წლის შემდეგ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და ჰოსნი მუბარაკის თანამდებობიდან წასვლა მოითხოვა. უკმაყოფილო ეგვიპტელები პროტესტის ძირითად მიზეზებად პოლიციის სისასტიკეს, თავისუფალი არჩევნებისა და სიტყვის თავისუფლების ნაკლებობას, კორუფციას, ინფლაციას, უმუშევრობას, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდასა და დაბალ ხელფასებს ასახელებენ. 25 იანვარს დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ჰოსნი მუბარაკის მთავარი ოპონენტი 2 დღის დაგვიანებით შეუერთდა. მოჰამედ ელ-ბარადეი, ეგვიპტური სამართლის მეცნიერი და დიპლომატი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი. 2005 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. ელ-ბარადეი მომიტინგეებს პარასკევს შუადღის ლოცვის შემდეგ შეუერთდა. პოლიციამ ოპოზიციის ლიდერისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა. მოგვიანებით ელ-ბარადეი მუბარაკის წინააღმდეგ გამოსულ ათასობით მომიტინგეს სიტყვით მიმართა. მან ტაჰრირის მოედანზე მისურვებს გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა, რაზეც აქციის მონაწილეებისგან თანხმობა მიიღო და სხვა 4 ოპოზიციურ ძალასთან ერთად ეროვნული ხსნის მთავრობა შექმნა. მუბარაკმა სამოქალაქო დაპირისპირების შესაჩერებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად მთლიანად შეცვალა მთავრობა. მათ შორის დაითხოვა ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. თუმცა დემონსტრანტები მუბარაკის თანამდებობიდან წასვლამდე დაშლას მაინც არ აპირებენ. ისინი ეგვიპტის პრეზიდენტის 30 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.